პირველი დიდი სიწმინდე, რომლის სიახლოვესაც მცხეთაში შემდგომში ქრისტეს კვართი დაიკრძალა, არის წმინდა ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი, ანუ ხალენი. ხალენის დაწვრილებითი აღწერა ძველი აღთქმის წიგნებში საერთოდ არ მოიპოვება და არც იყო ამის საჭიროება, რადგან წინასწარმეტყველთა საქმეების აღწერთათვის ეს სამოსი ისედაც კარგად იყო ცნობილი. იგი უდაოდ იმთავითვე სიმბოლური დატვირთვის მატარებელიც იქნებოდა. ქრისტიანულ ხაწერაში გვხვდება ელია წინასწარმეტყველის ცხოვრების ამსახველი სხვადასხვა ეპიზოდები, როგორიცაა מחვილით შეიარაღებული წინასწარმეტყველი არმელის მთასთან. აგრეთვე ქორათის ხევს სამშეფარებული ელია, მაგრამ უფრო გავრცელებულია ელიას ხატი ფერისცვალების სიუჟეტში. ამ თემატიკაზე შესრულებულ ხატებში ერთ მხარეს გამოისახება ელია წინასწარმეტყველი, მეორე მხარეს მოსე წინასწარმეტყველი. ბერძნულ ხატებში ელია წინასწარმეტყველს გამოხატავენ სხვა ბიბლიურ წინასწარმეტყველთათვის დამახასიათებელი სამოსით, ხოლო ისეთ სიუჟეტებში, სადაც ელია ამ ქვეყნით და წასვლამდეა გამოსახული, ყურადღება მახვილდება მოსასხამზე, რომელიც შიგნიდან ბეწვით არის შემოსილი, ან ქსოვილის მოსასხამს ბეწვის ქობა აქვს შემოვლებული. ლექსიკონებში ხალენი სხვადასხვაგვარად არის განმარტებული. პირველი, ხალენი წარმოადგენს უნდო მაზარას, ცხოვართ მატყლის წამოსასხმელს. რუსულ ლექსიკონებში იგი განმარტებულია როგორც ტოლომა, საკუხი მოსასხამი ან ზედა მოსაცმელი განიერი გრძელი მოსასხამის სახით. თუმცა მისი დაწვრილებითი აღწერა არც ერთ ლექსიკონში არ გვხვდება. იგი არ არის აღწერილი უცხოენოვან სიმბოლიკათა ლექსიკონებშიც. ელია წინასწარმეტყველის ხალენი რამდენჯერმეა ნახსენები ძველ აღთქმაში. პირველად ხალენი ნახსენებია უფლის გამოცხადების ჟამს, როცა ელიამ დაიფარა პირითვისი ხალენით. და მეორედ ელისესთან შეხვედრის დროს მიიწია ელია მისა და დააგდო ხალენი იგი მის ზედა. მესამედ ხსენებისას ელია ხალენით უკვე სასწაულს ახდენს და მოიღო ელიამ ხალენი იგი თვისის საკ-წყალსა და განიპო წყალი. შემდეგ როცა ცადატაცებული ელია გადმოუგდებს ხალენს მოწაფეს, უკვე ელისი ახდენს ხალენით სასწაულს. იგი იორდანეს წყალს შუაზე გაჰყოფს და ისე გაივლის. ელია წინასწარმეტყველის ხალენის საქართველოში, კერძოდ მცხეთაში მოტანას ადასტურებენ ქართული წყაროები. მოქცევა ის მიხედვით სიდონიას თავის მამის აბიათარისაგან სცოდნია, რომ უფლის კვართის დაკრძალვის ადგილი ორმაგი ძალით იყო შემოსილი. ქრისტეს კვართის დაფლამდე, ოდესღაც აქ დაუმარხავს წინასწარმეტყველ ელიას ხალენი, რომლის შესახებაც მოქცევაის შატბერდული რედაქცია ჭელიშვთა შედარებით განსხვავებულ ინფორმაციას იძლევა. შატბერდულ ვარიანტში, როდესაც სიდონია კვართის შესახებ საუბრობს, ამბობს, რომ მისი ადგილსამყოფელი იცის ღმერთმან და დედამან ჩემმან ნინო. მაგრამ არ ამხელს, ვინაიდან ჯერ არ დამდგარა ჟამი. ამის შემდეგ სიდონია განაგრძობს, რომ მას მამისაგან სმენია. არ სხვაიცა ძალითა შემოსილი, მრჩობილი იგიცა ხალენი ელიაისი. ამას ქალაქსა შინა, ხელთა ჩვენთა საკურთხევლისა, სიმტკიცისა, ქუეშე ქვათა შინა, ულპოლველად ვიდრე ჟამამდე მისა. წყაროს ცნობით, სახლი ელიოზისი იყო ქალაქის დასავლით, წიაღ მოქუთასა ხიდსა ზედა. ეს ის ხიდია, რომლის შესახებაც წმინდა ნინო ამბობს. მოვიწიენით სხეთად ქალაქად წიაღ კერძო მოქუთასა, ხიდსა ზედა დავდექით, მუნით ვხედავდით ცეცხლის მსახურსა, ერსა მოგვებასა და ცდომასა მშინა. აბიათარის მიერ აღწერილი სახლი ელიოზისი, წმინდა ნინოს მოღვაწეობის ჟამს ფრიად დიდებულ ადგილს მდებარეობდა. იგი ქალაქის პრესტიჟულ უბნად ითვლებოდა და სწორედ ამიტომ დაცლავდნენ აქ დიდებულთა შვილებს. რის გამოც წარმართული ტოპონიმი მოხვდა შეიცვალა ტოპონიმით მთავართა სანათლოი. სახლად ჩვენდა, ამბობს სიდონია. სიდონია და აბიათარი თავიანთ თავს ელიოზის უშუალო ჩამომავლებად თვლიდნენ. დასტურდება ვარაუდი, რომ ელიოზის სახლის საგვარეულო ფლობდა მღვდლობის უფლებას შთამომავლობით. თვით აბიათარი ამბობს, რომ იგი იყო წილთ ხვედრილი მღვდელი. აბიათარი წარმომავლობით ბენიამინის ცნობილი ტომიდანაა. მოქცევაის წერისას სხეთელებმა ალბათ იცოდნენ ელიოზის სახლიც და ის მცირე ბაგინიც, რომელიც ელიოზის სახლის მახლობლად დგარა. აბიათარისა და წმინდა ნინოს დროს ეს უძველესი ნაგებობა სულ ცოტა 3 საუკუნენახევრისაა. აქ უნდა ყოფილიყო ის სამარხვოიც, რომელშიც გადმოცემით დაკრძალული იყო ელიას ხალენი. ვინაიდან მხოლოდ ბაგიში შეიძლებოდა ყოფილიყო საკურთხეველი, რომლის ქვათა შინა ულპოლველად განისვენებდა სიწმინდე. სამარხოის დანიშნულება კი შემდეგი იყო. ცნობილია, რომ როგორც ადრე, ისე ახლაც იუდაური რელიგიის მიმდევრები ხმარებიდან გამოსულ თორას ნაწილებს, ან სხვა სარიტუალო ნივთებს, ან მათ ნარჩენებს წვავენ ან მარხავენ. ელინისტური ხანიდან მოყოლებული ამ წესის გამო ყველა სინაგოგასთან არსებობდა სპეციალური სადავსო, სადაც ამ ნივთებს მარხავდნენ. სწორედ ამ სამარხოის გვერდით იდგა ელიოზის სახლიც.
ზოგიერთი მკვლევარი მიუთითებს, რომ ეს სამარხვოი ელიოზის სახლის სარდაფი უნდა ყოფილიყო. თუ ეს ასე იყო, მაშინ მეოთხე საუკუნესთვის ეს შენობა უკვე დაკარგავდა საცხოვრებელი სახლის ფუნქციას. სიდონია და აბიათარი ცხოვრობდნენ სახლში, სადაც თავის დროზე ელიოზს კვართი მოუტანია. ესე იგი, ეს ორი სხვადასხვა შენობაა: ელიოზის სახლი, სადაც ცხოვრება არ შეწყვეტილა მეოთხე საუკუნეშიც და სამარხვოი, რომელსაც მიუღია მოწესრიგებული არქიტექტურული ფორმა და განხდარა მცირე ბაგინი, რაც თავისთავად გულისხმობს მცხეთაში დიდი, ჩვეულებრივი ბაგინის, ამ შემთხვევაში სინაგოგის არსებობასაც. ამ ადგილზე, ესე იგი ძველი მცხეთის დასავლეთ ნაწილში მტკვრის პირას, ახლა მცირე ცალნავიანი ეკლესიის უსახო ნაშთიღაა შემორჩენილი. მას დღეს გეთსიმანიას უწოდებენ. აქ სადღაც ქალაქის დასავლეთ ნაწილში მოგვთა კართან მტკვრის ნაპირას, მცირე სამლოცველოსთან, ანუ ბაგინთან, მცხეთელხურიათა გარემოში იდგა ელიოზის სახლი. ებრაელები ინახავდნენ ხსოვნას, როგორც ელია წინასწარმეტყველის ხალენის, ისე ქრისტეს კვართის მცხეთაში მოტანისა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ. ეს ორივე სიწმინდე სიმბოლურად ასახავს ორ ეპოქას. წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხალენი ძველ აღთქმას, ქრისტეს კვართი ახალ აღთქმას. ორივე სიწმინდის სიმბოლური დანიშნულება ხდება ერის ცნობიერების ზიარება მარადიულობასთან, რითაც ბუნებრივია მოხდა საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულების ხაზგასმა. უნდა აღვნიშნოთ, რომ როგორც ქრისტეს კვართის, ისე წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხალენის მცხეთაში არსებობა სწორედ მაშინ გაცხადდა, როდესაც ქართლი უდიდესი არჩევანის წინაშე დადგა. იგი ან წარმართული კერპების ერთგული უნდა დარჩენილიყო, ან მოწინავე ქრისტიანული იდეები ეღიარებინა. საჭირო იყო ქართლის მოსახლეობას ერწყმუნა, რომ ქრისტიანობის ქადაგება შემთხვევითი მოვლენა კი არ იყო, არამედ ამ სიწმინდეების აქ არსებობა მიანიშნებდა ამ ქვეყნის ღვთისმრჩეულობაზე. რაც შეეხება წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხალენის ქართლში მოხვედრას, ისტორიული წყაროები მისი შემოტანისა და შემომტანის შესახებ დუღს. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ რა გზით შეიძლებოდა მცხეთაში მოხვედრილიყო იგი. ძველი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნეში ისრაელის სამეფო ასურელების რისხვამ შეიწირა. მოსახლეობის ნაწილი ამოწყდა, ნაწილი კი ასურელებმა ტყვედ გაიყოლეს. ნაწილმა იუდეის სამეფო შეაფარა თავი. ალბათ დევნილებმა ელიას ხალენის სხვა სიწმინდეებთან ერთად სწორედ იუდეაში გახიზნეს. ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნეში ახალ ბაბილონის ბრისხანე მეფე ნაბუქოდონოსორ მეორემ დაიპყრო იუდეა და მოსახლეობა ბაბილონში გადაასახლა. მათ ადგილას კი სხვადასხვა ჯგურის ადამიანები ჩამოასახლა. მოგვიანებით აღზევებულმა სპარსეთის სამეფომ დაამხო ბაბილონი. მაშინ მეფე კიროსმა ნება დართო ებრაელებს დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში და თან წაეღოთ იერუსალიმი და ხალხთან ერთად დატყვევებული ტაძრის სიწმინდეები. უნდა ვივარაუდოთ, რომ ელიას ხალენს არ მოუწია ბაბილონის ტყვეობა. იგი შესაძლო ებრაელი ტოლვილების იმ ნაკადმა წამოიყო პალესტინიდან, რომლებიც ნაბუქოდონოსორის რისხვას მცხეთაში გამოერიდნენ. ხალენის ჩამოტანა თითქოს იყო წინამორბედი უფლის კვართის ჩამობრძანებისა და ყოლა წმინდა ღვთისმშობლისათვის საქართველოს წილხვდომობისა. ძველი წელთაღრიცხვით 175 წელს სირიის წახზე ავიდა ანტიოქე მეოთხე. მან ებრაელები კანონგარეშედ გამოაცხადა და დაახყარა ყოველგვარი მოქალაქეობრივი პოლიტიკური უფლებები, აკრძალა სინაგოგაში სიარული, ლოცვა და სხვა. მოითხოვა ებრაელებს დაყვანიეცათ ზევსისთვის და ელაპარაკათ მხოლოდ ბერძნულად. მეფის ბრძანებით დაწვეს ებრაული წმინდა წიგნები და დაანგრიეს ტაძრები. მოსახლეობა სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა მტერს. ყველაზე ძლიერ დევნას მაშინ სასულიერო პირები განიცდიდნენ. ამიტომ არ უნდა იყოს გამორიცხული, რომ ცნობილი გვარი დასახლდა ქართლში და იქ იღებს ბაგიზე მღვდლობის უფლებას. უტყუარი ცნობებით, როგორც წერილობითი, ისე არქეოლოგიურით, პირველ საუკუნეში მცხეთაში ებრაული დიასპორის არსებობა დასტურდება. ამდენად სულაც არ არის გამორიცხული, რომ მცხეთაში დასახლებულ ერთ-ერთ ნაკადს შეიძლებოდა თან მოეტანა ხალენი, რომელიც პალესტინიდან საფრთხეს გამოარიდეს. ყოველ შემთხვევაში პირველი საუკუნის პირველ ნახევარში ელიას ხალენი უკვე მცხეთაშია და მისი დაფრის ადგილი წმინდა ადგილად არის შერაცხული. ამ ადგილმა მიიღო სამარხვოის და მცირე ბაგინის სახელწოდება. წმინდა ნინოს მიერ მცხეთაში მოქცეული ქრისტიანული თემი მას ერთ-ერთ წმინდა ადგილად აღიარებს. იუდაური რელიგიის აღმსარებელთათვის ამ წმინდა ადგილის დაკარგვა სიმბოლურად სოლომონის ტანცრის დანგრევის ტოლფასი იყო. დაიშალა უძლიერესი ებრაული თემი და მცხეთიდან მთელს კავკასიაში გაიფანტნენ ებრაელები. წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხალენის ადგილსამყოფელად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს სვეტიცხოვლის ტაძარს. ეგრეთ წოდებული ელია თეზბიტელის სამლოცველო, სადაც წმინდა ელიას სახელობის ჭაც არის, ხალენი, რომელიც ისევე როგორც ქრისტეს კვართი უფლის მეორედ მოსვლამდე იქნება ასე.
წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხსენებას ქრისტიანული ეკლესია ძველი სტილით 20 ივლისს, ახალი სტილით 2 აგვისტოს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ბრძანებს ებრაელებმა ქართველებს უდიდესი სიწმინდე ჩამოგვიტანეს წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხალენის სახით. მცხეთაში ქრისტეს კვართთან ერთად წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენის არსებობა უდიდეს მათს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის.